სანამ C++-ის გაკვეთილებს დავასრულებ, მე მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ორი ძალიან მარტივი გაკვეთილი, რომელიც შეეხება ფაილში რაღაც მონაცემების ჩაწერას და ფაილიდან მონაცემების წაკითხვას. იმისთვის რომ ესეთი პროგრამა დავწეროთ, საიდანაც ჩვენ მონაცემებს შევინახავთ ფაილში, ამისთვის დაგვჭირდება რამდენიმე რამ. და სწორედ ამას ვნახავთ ახლა ამ პირველ გაკვეთილში. პირველ რიგში უნდა ჩავთვალოთ ჰედერი, fstream და ახლა ამის შემდეგ უნდა შევქმნათ ცვლადი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ მონაცემების ჩაწერას ფაილში. ამისთვის წერთ ofstream, დავუშვათ ამ ცვლადს დავარქვათ out და იმ ფაილში, სადაც გვინდა რომ ჩავწეროთ მონაცემები, დავარქვათ test.txt. ამის შემდეგ cout-ის მსგავსად, აქაც წერთ out და შემდეგ წერთ იმ ინფორმაციას, რაც გვინდა რომ გაიგზავნოთ ფაილში შესანახად. და ეს იყოს რაიმე ტექსტი. და ბოლოს დავხუროთ ეს ფაილი. რაც გვაქვს გახსნილი. მოდი ახლა დავაკომპილიროთ და ვნახოთ როგორ იმუშავებს ეს ჩვენი პროგრამა. აი დაკომპილირდა, ახლა შეგვიძლია გავუშვათ. და აი როგორც ხედავთ, შეიქმნა ეს test.txt ფაილი. სადაც წერია აი ესეთი ტექსტი.